მებრძოლი ჩემგან ხელმარჯვნივ სასუნ გალსიან არის 22 წლის მისი სიმაღლეა 170 კილოგრამი იწონის 170 სანტიმეტრი მეგობრებო ბოდიში იწონის 70 კილოგრამს სასუნის რეკორდია 8 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი წარმოადგენს Glory Fights სასომხეთიდან აპარანიდან სასუნის მეტოქე ტუტა გაბელია ტუტა არის 17 წლის ტუტა სიმაღლე 187 სანტიმეტრი მისი წონა 70 კილოგრამი ტუტას პრო კიკბოქსინგის რეკორდია 2 გამარჯვება მხოლოდ 1 მარცხი წარმოადგენს კლუბ დავითიანს 8 საქართველო ტუტა გაბელია საინტერესო ბრძოლა გველოდება ტუტა ძალიან გამოსილი ბიჭი არის ტუტა არანაკლებ გამოსილი არის სასუნ გალსიანით მისი რეკორდიდან გამომდინარე აიწყო ბრძოლა კარგი კროსი შეხვდა აგრესიულად დაიწყო ახლა არგანშა ძლიერი დარტყმებისაც ომეხს გასაცხადო კარგი კროსია გუტას კარგი კროსია თუმცა პასუხმაც არ დააყონა ახლა სასუნისგან სერიებით მუშაობს სომეხი მებრძოლი გასტიანი ახლა დაძაბული ბრძოლა არის საკმაოდ აი ფიზიკურადაც მაგრად გას გასტიანი ტუტა შედარებით ტექნიკურად შორიდან მებრძოლი საკმაოდ კონცენტრირებული არის თხილობენ და ტუტა როგორ გამოიყენებს კიდე კარგი კროსი ჩაუსვა ტუტა დაიჭირა დარტყმაზე ტუტა ელოდება და ნახოთ აი მას როგორ გამოიყენებს კარგი სერია ძლიერი დარტყმები ტუტასგან ხეში ყავს ახლა ოპონენტი კარგი ღვიძლის თავი შესანიშნავი კომბინაცია და უპასუხა ფეხი სომეხმა კარგი ოვერჰენდი ახლა ტუტასგან იგზნო კიდევაც სომეხმა მებრძოლმა ეს შედარებით ახლა უკან დაიწყო სიარული მაგრამ პასუხიც იყო ახლა სასუნისგან აი უპირატესობები უცებ გადადის მებრძოლებზე იცვლება მომენტალურად მართლა ცეცხლოვანი ბრძოლაა გაცვლებში არიან ახლა მებრძოლები ტემპი უჭირავთ ახლა ძალიან მაღალი კარგი მუხლისელობა ეს გდება ეს არ არის კაერთის წესების მიხედვით გაითვალისწინო მებრძოლებმა რომ ყველაფერი არ უნდა ჩადონ შესაძლებელი ნოკდაუნია კარგი დარტყმა ახლა გაბელიასკენ შეუძლია თითქოს ერთი შეხედვით ყველაფრის დასრულება მაგრამ უძლებს და პასუხობს კიდევაც ახლა სასუნი თუმცა კარგია ნოკდაუნია იყო პირველი ნოკდაუნი ამ პირველ რაუნდში კოორდინაცია არეულიათ ახლა სომეხს კი რა შეიძლება გააგრძელოს ბრძოლა თუმცა არ გამოიყურება სათანადო კონდიციებში და ეს ტუტა გაბელიამ უნდა გამოიყენოს კიდევაც რა თქმა უნდა ახლა ეგრევე არ უნდა აცალოს ამ მოსუნთის საშუალება კიდევ ძლიერი დარტყმები კარგი ოვერჰენდი მეორე ნოკდაუნი და გონგმაც მოუსწრო რამდენიმე წამია და შებარბაცებული არის ახლა საკმაოდ გალსიანი და დასრულდა პირველი რაუნდის მოუსწრო თითქოს გადაარჩინა გონგმა და ამ რაუნდის დასრულება გალსიანი არა მაგარი რაუნდი იყო ამიდან სომეხმა გაცვლები ორივე მებრძოლს მართლა ძლიერი ჰქონდათ ორივე მებრძოლი ატარებდა თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ტუტასი უფრო ძლიერი და ზუსტი აღმოჩნდა თითქოს
რაღაც უპირატესობა დასაწყისში გასტიანესენ გამოიკვეთა, თუმცა გადატეხა ეს ყველაფერი გაბელია. ნახოთ როგორ წავა მეორე რაუნდი, შეძლებს თუ არა დაუყავდეს დუტას სომეხი მებრძოლი, რადგან ძალიან ცუდი თითქოს აი კონდიციაშია ხო? ბრძოლიდან გამომდინარე ეთქობა რომ გაბელია იღებს, დარტყმებს, ატარებს, თუმცა მიუხედავად ამისა არ იჩნევს და აკონტროლებს სიტუაციას. საპასუხოდ დარტყმებს ახორციელებს. ეურაზი შედეგი არ დააყონა და ნახოთ აბა როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს გაბელია. დაჯერებული ჩანს ეხლა დუტა, რასაც მე ვხედავ სომეხ მებრძოლთან შედარებით. კარგად ახლა. კარგად მიყვება გაბელია ახლა. კარგად მიყვება გაბელია ნამდვილად. იგზნო თავისი უპირატესობა გაცვლებში. მდგომარეობაშია სომეხი აქ. აი ენერგიაც უნდა გააკონტროლოს ახლა გაბელია. შეიძლება ვერ დასრულდეს ეს ბრძოლა და ენერგია საჭირო არის. შორიდან იქნებ სომეხი მებრძოლი, ხელებს აი ძალაზე უნდა მუშაობა, მაგრამ ხედავს სომეხი და აი მუხლი გაატარა ახლა სხვათა შორის გასტიანმა დუტასგან. მუხლებით და ფეხებით თითქოს უკეთესად გამოიყურება მეორე რაუნდის ბოლოს. აი ატარებს დარტყმებს, მაგრამ მაინც ისე პასუხობს, რომ უპირატესობა თავისკენ არის. ნამდვილად მებრძოლი ბიჭია. ძლიერი დარტყმები დუტასკენ არის, სუფთა დარტყმები, რასაც გალსტიანი კიდე ძირითადად ბლოკში ურყავს. აი კარგი ბექბისტი ახლა გალსტიანის კარგადია ყველა სხვათა შორის. თუმცა აი თუ დააკურდებით საერთოდ თითქოს არ იმჩნევს საერთოდ ვერ გიწნევს გაბელია ამ დარტყმებს. აი კარგი კომბინაციური შეტევა ახლა გაბელიასგან. ცუდად არის აქ სომეხი. უნდა მიაწოს, რა თქმა უნდა, აი ღვიძლში შეუძლია ჩავიდეს დარტყმებით. ფლაინგი შემოგთავაზა დუტა, მაგრამ არ გავიდა. არ უნდა გაჩერდეს ახლა დუტა, ნამდვილად არის შანსი რომ დაასრულოს ეს ბრძოლა დროზე ადრე. სომეხი არ ჩერდება. უკან არიხევს ისიც რითიც შეუძლია. და ტემპი დავარდა აქ. ორივე დაიღალა ახლა შედარებით. ტოლსაც არ უდებს სომეხი მებრძოლი აუღნიშნო. კი, ნამდვილად თითქოს აღიდგინა ის ძალა და რაღაც შემოვიდა ისე თამაში. თუმცა დუტას დარტყმები და აი ეს ძალიან სხვა დონე არის, სხვა ეფექტია გამ ყველაფერს. კარგი დარტყმები ახლა. აქ ნოკდაუნშია სომეხი. შეუძლია ნამდვილად დასვლოს ეს ოთაბძოლა. უკანაფეხზეა ეხა სომეხი და მისდევს დუტა. კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა. კარგი ჰუკი გაუტარა ახლა გაბელიამ. მოდის გიხდით მეგობრებო, ესეთი ემოციებისთვის. ნამდვილად დაძაბული და ცეცხლოვანი ბრძოლა არის. ბოლო 10 წამი. და კარგი ეტიკი დუტასგან. შესანიშნავია მისი კომბინაციები. და დასრულდა მეორე რაუნდიც, აი მაგარი მეორე რაუნდი იყო. ძვირფასო მაყურებლებო, დიდი ოვაციები. კი, ნამდვილად. აი რა ვიცი, ბევრად ძლიერად ურყავს დუტა, თუმცა სომეხის ფეხზე დგას და იბრძვის ბოლომდე. შეეთხო კიდევაც სომეხს ძოს. აი საფასებელია. ვიზუალურადაც შეეთხო ამ გაცვლებიდან გამომდინარე ზიანით სახეზე. აი გამოიკვეთა და დასიებაც, თუმცა მაგრამ გულიანი ბიჭია და რასაც ხედავ უკან დახევას არ აპირებს. საკმაოდ დიდი ენერგია ჩადო გაბელიამ ამ რაუნდებში და ვნახოთ აბა აი მესამე რაუნდში როგორ დარჩება იმის ენერგია რომ შეძლოს ამ ბრძოლის დროზე ადრე დასრულება. მაგრამ ჩემი აზრით აი სომეხისგან მიღებული დარტყმებიც შედეგს გამოიგებს. თავს არ ზოგავენ
სომეხი მებრძოლი შედარებით დაღლილად გამოიყურება, ცოტა აღინაც გაუჭირდა. თუმცა ნახოთ, აბა გახტიო. რა ხდება? დასრულდა ბრძოლა, მეგობრებო, სომეხმა მებრძოლმა გააჩერა, ვეღარ გააგრძელა ბრძოლა. ზუსტი მისესი არ ვიცი, ალბათ დაღლილობა ვერ აღიდგინა თავი მეკარას იქ. ჩემი მეგობრებო, ზიანი ძალიან ბევრი დიდი ვინაიდან კუთხემ? მოუსმინოთ მაესტროს სასუნგავსანის კუთხემ უშუალოდ. უარი განაცხადა ბრძოლის გაგრძელებაზე. გამარჯვებულია ტექნიკური ნოკაუტით დუდა გაბელია. სასუნგავსანსთან თოში გავაცილოთ. როგორც ხოლო მე დუტასთან ვარ ორი ოდესიტყვი. დუტა მე პირადად მაგრა ვინერვიულებ. ვინაიდან შენი მეტოქე იყო 22 წლის, ანუ ფაქტიურად 5 წლით შენზე დიდია. თუმცა დაწყებიდანვე მომიშუშე ჩემი ნერვიულება. შენ თუ ინერვიული ამ ბრძოლის ბედზე? პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ გამარჯვებული ტოვებ რინგს და მადლობა ჩემთველს მამუკაშონიას, რომელიც ჩემთვის ტრონზე მეტია. მადლობა მამუკამა ძალიან დიდი. რაც შეეხება ბრძოლას, არა აქვს მნიშვნელობა 22-ის იქნება 12-ის, ყველაფრთვის მზად ვარ. ჩვენი შრომით, რომელიც მე, ჩემი კლუბი, ჩემი მსვლელი შრომობთ, ეს უბრალოდ შეხურებაა რა. ყველაფრთვის მზად ვარ აბსოლუტურად. ბრავო, ბრატო. სერიოზული განაცხადი და სერიოზული გამარჯვება. დუდა გაბელია, მეგობრებო. დავიმახსოვროთ ეს სახელი. დღევანდელი საღამო დუტა შენია.